გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ვინც პირველად ვხედავთ, ეს არის ვიდეო სასიყვარულო ტიპის და საერთოდ ჩემს YouTube არხზეც და TikTok-ზეც ძირითადად ვიდეოები ეხება სასიყვარულო თემატიკას. ჩაიფიქრეთ ადამიანი, რომელიც არის თქვენი შეყვარებული ან კანდიდატურა ამ პოზიციაზე. თქვით გულში მისი სახელი და ნახოთ მისი სიგნიფიკატორი კარტი, რათა ამოიცნოთ კონკრეტულად ეს გაშლა გეხებათ თუ არა თქვენ და თქვენს ადამიანს. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? ეს არის ადამიანი, რომელიც აზროვნებს ძალიან ლოგიკურად, პრაგმატულად, ის არის კონსერვატული ბუნების, მას ძალიან ბევრ შანსს აძლევს სამყარო და კარგად იყენებს ის ამას და ასევე ეს არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ასეთი გეგმა აქვს, რომ რაღაცას დღეს რო აკეთებს ეს ადამიანი, აკეთებს მისი უკეთესი მომავლისთვის. მან იცის, რომ მომავალში გაიხსნება ის კარი მისთვის, რაც შეიძლება დღეს არის დაკეტილი. შეიძლება ეს ეხებოდეს ნებისმიერ თემას. არა მხოლოდ სასიყვარულოს, ძირითადად ამ ადამიანის ინტერესებში ამოდის კარიერა, ფინანსები, სტატუსი საზოგადოებაში. თუ ასეთია თქვენი ადამიანი, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ტიპაჟია, უფრო მსუბუქი, უფრო რაღაც დღევანდელ დღეზე რო ფიქრობს და არ ფიქრობს მომავალზე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. ვინ ხართ თქვენ? მომახლესი ძალების ხედვით, ასე ვთქვათ, ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ძალიან ემოციური ადამიანი, მიმზიდველი, მშვენიერი, სქეს არ აქვს მნიშვნელობა, რა სქესის ბრძანდებით, ხართ ძალიან მშვენიერი. ასევე თქვენ საუბრობთ ლამაზად, თქვენი საუბარი მოსწონთ ხალხს, თქვენ თავგადასავლებით გიყვართ და თქვენგან მოდის აი ესეთი რაღაც რბილი, ლამაზი ენერგია. კარგით, რა ხდება თქვენს შორის, თქვენსა და თქვენს ადამიანს შორის? თქვენ ძვირფასებო ხა თუ იტყვით თქვენთვის, რომ ეს ასე არ არის და ჩვენ შორის არ არის ურთიერთობა და ასე შემდეგ, ეს თქვენ არ გეხებათ მაშინ ეს ვიდეო და ასკროლეთ. თქვენ შორის არის სიყვარული, თქვენ შორის არის ჰარმონია, თქვენ ერთმანეთს უსიტყვოდ უგებთ. აი, როდესაც კომუნიკაცია არ გაქვთ ერთმანეთთან, მაშინაც გრძნობთ ერთმანეთს და უგებთ, იცით ზუსტად თქვენი, ასე ვთქვათ, მიზნები, სურვილები, მისწრაფებები. თქვენ ხართ ერთმანეთისთვის თითქოს შექმნილი ადამიანები, მიუხედავად სხვაობისა, მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან განსხვავებულები ხართ, ერთმანეთს მშვენივრად უგებთ და თქვენ შორის არის საპასუხო გრძნობები, ანუ რასაც თქვენ გრძნობთ ამ ადამიანის მიმართ, ისიც იმავე თქ პასუხობთ და იგივეს განიცდის და გრძნობს. ვისთანაც ემთხვევა ძვირფასებო და ვინც დარჩით, ვაგრძელებთ თქვენთვის. ვისთანაც არა და გესურვებთ წარმატებებს, გადავლეთ ჩემს სხვა ვიდეოებს თვალი, იქნებ რომელიმე მოგესადაგებათ თქვენ. კარგით, ვნახოთ ეს თქვენი ადამიანი, ასე ვთქვათ, თქვენს შესახებ რისთვის არის მზად, ან თქვენთვის რაზეა წამსვლელი ეს თქვენი ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ. ესე იგი, თქვენი ადამიანი ძვირფასებო მზად არის იმუშაოს რაღაც საკითხზე, რაც ეხება, ასე ვთქვათ, თქვენს მომავალს. მზად არის ამისათვის ახლა მან რაღაც მოითმინოს, რაღაც დაითმინოს თითქოს,
ძალიან უჭირს, მისთვის ეს ძალიან რთული და ძალიან ძნელია, თუმცა მას კარგად ისმის და ეს თავიდან მის სიგნიფიკატურ კარტშიც კარგად გამოჩნდა, რომ ეს ასე არის საჭირო და მომავალში თქვენი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასაყვანად საჭიროა ახლა მან, ასე ვთქვათ, თავისი თავი შეზღუდოს რაღაცეებში და ამისთვის ის არის მზად. კარგით, ვნახოთ რა ნაბიჯებს გადმოდგამს ის თქვენს გასაბედნიერებლად. ფიქრობს, რომ ეს არის რისკი ჯერჯერობით, ანუ არ იცის რა ნაბიჯი გადმოდგას, რადგან ის ძალიან ხილავს, თუმცა თulis რომ რაღაც მან უკვე გააკეთა, რაც წინწასული ნაბიჯია, უბრალოდ აქტიურობისთვის არის რისკი საჭირო მისთვის კონკრეტულად ეს არის რისკ ფაქტორი და ვნახოთ რატომ თulis ის ასე. იმიტომ ვფასებო, რომ ეშინია არ აღმოჩნდეს манипуляციის მსხვერპლი. ეშინია არ ჩავარდეს თვითონ დეპრესიაში. მინდა დავსვა შეკითხვა, რატომ ეშინია მეთქი? თუმცა იქნებ თქვენ ეს არ გაინტერესებთ და იქნებ ფიქრობთ, რომ არ არის ეს საინტერესო შეკითხვა, ამიტომ არ დავსვამ ამ კითხვას. მოდი დავსვათ ისევ იგივე კითხვა გავაგრძელოთ, ანუ რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენს გასაბედნიერებლად. დავინახოთ, რომ ეშინია რისკია მისთვის, მაგრამ იქნებ გადმოდგას რაიმე ნაბიჯები. მოთხოვე, რო არ ამოდის კარტი და ვაძალებ, მაინცა ისეთ რაღაცას მეუბნება, რომ შემდეგ მეცინება ხოლმე. უმაღლეს ძალებს იუმორის გრძნობაც აქვთ, მე მგონი. ესე იგი, ჯერ საჭიროა ის გამოფხიზლდეს, ჯერ საჭიროა, რომ მან შეიგნოს, გადავიდეს მოქმედებაზე და ამაში საშიში არაფერია. ეს არ არის რისკი. თუ ნაბიჯებს არ გადმოდგამს ახლა, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შორის სიყვარული და ჰარმონია, მაშინ შესაძლებელია დამთავრდეს ეს ურთიერთობა. ყველასთან არა თვითფასებო, რა თქმა უნდა, რაღაც პროცენტთან, ანუ არჩევანი უნდა გააკეთოს მან ახლა იმისათვის, რათა მომავალში არ გავხდეს სანანებელი. მოდი დავუსვათ ასეთი კითხვა, იაზრებს ის ამას და ხვდება, რომ ახლა თუ ისეთ აქტიურ ნაბიჯებს არ გადმოდგამს, შესაძლებელია მომავალში დაკარგოს შანსი თქვენთან. ხვდება ის ამას. იცით როგორ არის? არ უნდა მიხვედრა. რატომ? იმიტომ რომ პირველ ადგილას მას უდგას მისი თავი, მის გეგმებში არ შედის ახლა რაღაც აქტიურობა თქვენი მისამართით. რატომ? იმიტომ რომ აქ პირველ ადგილზე დგას კარიერა, კარიერული წინსვლა და მისი პირადი კომფორტი. ამიტომ ამ მომენტში მას აქვს უფრო მეტი შიში, ვიდრე მოქმედების სურვილი. მას ურჩევნია რაღაც ილუზიებში იყოს, ვიდრე რეალურად იმოქმედოს. არ ველოდი ასე განვითარებას ვიფასებო ამ გაშლის, თუმცა რაც ამოდის. ასეა. კარგი, ვნახოთ რჩევა თქვენთვის. როგორ უნდა მოიქცეთ? გიყვარდეთ საკუთარი თავი პირველ რიგში, დააფასეთ საკუთარი თავი, გაანიბივრეთ საკუთარი თავი და აისრულეთ სურვილები პირადად თქვენი, ნუ ფიქრობთ სხვაზე. ეს ასევე არის რაღაც დასაწყისი, შეიძლება ეს არის რაიმე სწავლის დაწყება, თუნდაც რამე პროფესია ახალი, ნებისმიერი აქ შეიძლება იყოს დაუშვათ ფოტოგრაფია, აქ შეიძლება იყოს რაიმე ნებისმიერი, რაც ხელებით კეთდება, დაგეხმარებათ ამ პროფესიის შესწავლაში ხელები და ნუ გონება რასაკვირველია, რა თქმა უნდა. ანუ ეს იქნება თქვენთვის სასარგებლო და ვინც დაუშვათ ისედაც სტუდენტი მოდევნეთ თვალს, ეს პირდაპირ მნიშვნელობით არის სწავლა, რჩევა არის ძირითადად გადაიტანეთ ყურადღება სწავლაზე. და თქვენთან აუცილებლად მოვა სასიამოვნო ენერგიები, რომლითაც იქნებით ძალიან კმაყოფილი. გესურვებთ ვიფასებო
ყოველივე საუკეთესოს, სიხარულს და იმას, რომ იყოთ კმაყოფილი თითეული თქვენი ცხოვრების წუთით. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომწეროთ პირადში.